საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე მეოთხედ ტარდება ახალი წლის დღეების ღონისძიებები. დღეს ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები, მოეწყო საბავშვო სივრცეები, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო მათი გამოფენა გაყიდვა, საღამო დასრულდა კონცერტით და ფეიერვერკით, ასევე აინთო მთავარი ნაძვის ხე, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაჯილდოვდნენ საპატიო ოზურგეთელები. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების წინაშე გამორჩეული ღვაწლისთვის და უსურვო წარმატებები და ბედნიერი მომავალი. წელს გვაქვს ულამაზესი ნაძვის ხე ოზურგეთს და ასევე ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დღეს ჰქონდა მადლიერების გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ოზურგეთს, გურიას და სრულიად საქართველოს ემსახურებიან და სიმბოლურად ამ ადამიანებს გადავეცით ოზურგეთის საპატიო მოქალაქის ჯილდოები. მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი, მნიშვნელოვანია ჩვენ საქართველოს გქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მომავლისთვის. მინდა მივესალმო ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრების გარეთ იმყოფებიან და მიულოცო დამდეგი ახალი წელი და უსურო მომავალ წელს ხვავი, ბარაკა და რაც თავარია საქართველოს გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დღით ადრე ვიცოდი შემოტყობინეს, მაინც ცოტა დაბრუნებული ვარ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ როცა როგორც გინდა პატარა ქვეყანა არ იყოს, ხო 3.700.000 ადამიანი ვცხოვრობთ, მაინც ასე გამორჩევით, როდესაც დაგასახელებენ მით უმეტეს ასეთ კუთხეში, როგორც არის გურია ქალაქში ოზურგეთში, ცოტა უფრო სხვანაირი სიამაყის გზნობა გეუფლება ადამიანს და ძალიან მეამაყება, რომ ეს ამბავი მოხდა, ძალიან საამაყოა. სატრაბახოც კი არის ჩემთვის, ჩემს სახლობლებში და მიხარია ძალიან. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. უსურვებ მშვიდობას, სიწყნარეს, ჯანმრთელობას, ბარაკას, ოზურგეთს, გურიას, მთლიანად საქართველოს, ყველა ჩვენთაგანის ოჯახში ლამაზი ახალი წელი შემოსული იყოს და სიკეთე და ბედნიერება შემოეტანოს. და ყველას ულოცავ დამდეგ 2025 წელს. გურულები როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან, აი ეს მუხტი, რომელიც იგრძნობა რა თქმა უნდა, წინა საახალწლო მუხტი, გადამდებია ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა ოზურგეთლებს და ოზურგეთის სტუმრებს, გურულებს და ყველას, ვისაც უხარია ახალი წლის მოსვლა, რაღაც კარგი კონცერტი გამოგვივიდა, სხვას არ ცველოდით სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მასაძვებელი არის ის სიტყვა, რომელიც მოდის მაყურებლიდან, ასე რომ თითოეულ მათგანს უზარმაზარი მადლობა მინდა გადაუხადო და ყველას გილოცავ კიდევ ერთხელ დამდეგ 2025 წელს.